როგორც ჩანს პირველ გადაცემაში აღვნიშნეთ, ჩვენი სტუდიის მუშაობაში განსაკუთრებულ ადგილს ჩვენი ქვეყნის ისტორია დაიკავებს. დღეს გორის ისტორიაზე ვისაუბრებთ. ჩვენი მიზანია მოყურებლის თვალწინ თუნდაც ნაწილობრივ გააცოცხლოს ძველი გორი. ჩვენ დავწერთ მოვყვეთ გორისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. ქალაქი ქუჩებიც არის, შენობებიც, მოედნებიც, ხიდებიცა და მდინარეებიც, მაგრამ გარდა ამისა ხალხიც არის თავისი კოლორიტითა და კულტურული ცხოვრებით. ამიტომ შევეცადეთ ჩვენს გადაცემაში ქალაქის გარეგნულ იერსახესთან ერთად მაშინდელი გორელების წესჩვეულებანი და ცხოვრების სტილიც აღგვედგინა. ჩვენი მიმოხილვა მე-19 საუკუნიდან იწყება, რადგან ის არც თუ ისე შორეული წარსული განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის. ადრინდელ პერიოდს კი მოკლედ შევეხებით. ჩვენამდე მოღწეული წერილობით წყარო მე-18 საუკუნიდან მოიხსენიებს გორს როგორც ქალაქს, მაგრამ დღეისათვის საყოველთაო და აღიარებული, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გორში დასახლება ყოფილა. საბოლოოდ გორი ქალაქად დავით აღმაშენებელს გადაუქცევია. გორი სავაჭრო საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა, რაც განაპირობებდა მის დიდ მნიშვნელობას მთელი საუკუნის მანძილზე. გორს განმავლობელ სილამაზესა და მრისხან ელფერს აძლევდა ბორცვის თავზე აგებული ციხესიმაგრე. ალბათ ასე გამოიყურებოდა იგი შორეულ წარსულში. გორმა მრავალჯერ განიცადა აღზევებაცა და დაცემაც. თუ როგორი იყო იგი მე-19 საუკუნის დამდეგს, შეძლებს დაგვერად წარმოსახვით აღვადგინოთ მისი ცალკეული დეტალები. იბერიის სხვა ანტიკურ ქალაქების მსგავსად გორიც მდინარეთა ნაპირას გაშენდა. იქ სადაც ლიახვი მტკვარს უერთდება. მე-19 საუკუნის 70-იან წლებამდე მტკვარი გორთან ორტოტად იყოფოდა. ერთი მიედინებოდა დღევანდელ კალაპოტში, მეორე კი ძველი ხიდის ცოტა ზემოთ მთისძირს მიუყვებოდა. ამგვარად სადგურის ტერიტორია კუნძულს წარმოადგენდა. იმ მრავალ სიკეთესთან ერთად, რაც ამ მდინარეს ჩვენი ქალაქისათვის მოუტანია, ადიდების დროს მნიშვნელოვან ზარალსაც აყენებდა ხოლმე. მეორე დიდი მდინარე, რომელიც გორში მოედინება, არის ლიახვი. იგი წინათ გორის ციხის ცხრაკარის პირველ კედელთან ჩაივიდა. აქვე უერთდებოდა ფშანი ლიახვს. საშინელი ადიდება იცოდა მდინარე ლიახვმა. ძლიერი წვიმის არდითაულობის დროს იგი ადვილად იცვლიდა კალაპოტს და გამანადგურებელ ზიანს აყენებდა გარემოს. ქალაქის ხელმძღვანელობა ცდილობდა ლიახვზე ჯებირების აშენებას, მაგრამ უსახსრობის გამო მათი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. გორის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა მდინარეებზე ხიდების აშენებას ენიჭებოდა. მე-18-მე-19 საუკუნეების მიჯნაზე მტკვარზე და ლიახვზე ხიდი არ ყოფილა. არც თუ იშვიათად ფონზე გამავალი ურმები გადაბრუნდებოდნენ და ადამიანები ეხჩებოდნენ. სახელდახელოდ აგებული ხიდები სოფლელებისა და გორელი ღარიბებისათვის ძვირი ფუფუნება იყო. ხიდების სარგებლობისათვის იმდენად დიდი გადასახადი არსებობდა, რომ ხშირად მას გვერდს უვლიდნენ და მდინარის გაწყვეტას ცდილობდნენ, რაც ზოგჯერ უბედურებით მთავრდებოდა. ძალზე საინტერესო და იუმორით სავსე აღწერა დაგვიტოვა ალექსანდრე დიუმა ლიახვზე გადასვლასთან დაკავშირებით, როდესაც მისი ბარგი და გამყვანი წყალმა წაიღო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიუმას მიერ აღწერილი ამბავი შუა ზამთარში ხდებოდა, მაშინ გასაგები იქნება, თუ როგორ გაჭირდებოდა ლიახვზე გადასვლა ზაფხულობითა და წვიმიან ამინდებში. 1864 წელს მტკვარზე ორი ბორანი იყო. ერთი გორიდან 20 ვერსის მოშორებით, მეორე კი გორში. გორის ბორნის შენახვა ძალიან ძვირი უჯდებოდა მთავრობას, თანაც იგი არც მოხერხებული და სწრაფი იყო. ამიტომ გადაწყვიტეს ახალი კონსტრუქციის ბორნის მოწყობა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ჯერჯერობით არ ფიქრობდა გორში ხიდის აგებას. გორელებს კი სხვა გზა არ ჰქონდათ, ხის ხიდით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, რომელიც დიდხანს ვერ სლებდა. ადიდებულ მდინარეს ხიდისას საკმაოდ დიდი თანხებიც თან ჰქონდა. 70-იან წლებში გორში ააგეს რკინის ხიდი, მაგრამ ეს ხიდიც მდინარემ დაანგრია. მდინარემ არაერთხელ წაიღო ბორანიც. 1990 წელს გორში ახალი კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა დაუწყიათ. გზავს ხიდზე გადასვლისას ბაჟი უნდა გადაეხადა, რომელიც საკმაოდ ძვირი იყო. ეკიპაჟი 15 კაბიკს, ხოლო ცხენიანი კაცი 5 კაბიკს იხდიდა. ამიტომ იყო, რომ მეერლეები ხიდზე არ გადადიოდნენ, რკინიგზის სადგურამდე არ მიდიოდნენ. და ხიდის ყურზევად შერდებოდნენ. არავინ იცის რა ბედი ეწია ამ ხიდს. იგი სავარაუდოდ ან მდინარემ დაანგრია, ან იმდენად დააზიანა, რომ მისი ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ეს ხიდი კი გორელები ძველ ხიდს რომ ეძახიან, დღესაც ქალაქის ერთ-ერთ ლამაზ ნაგებობას წარმოადგენს 1908 წელს საუბრიათ. მის გახსნას როგორც მემორიალური დაფუძნება უწყებენ, მეფის ნაცვალი გრაფი ვორონცოვ დაშკოვი დასწრებია. მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის ცნობილია, რომ გორში არსებობდა შემდეგი უბნები: ციხისუბანი, ქალაქის ძველი ნაწილში, ვარდისუბანი, ქალაქის შუა ნაწილში, სადაც თავმოყრილი ყოფილა ეკლესიები და ახალი შენობები, სულუხი, ახალშენის სამეფო ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რუსუბანი, შემდეგ პოსელენიად წოდებული, უბანი, სადაც რუსი ჯარისკაცები დასახლებულან, ძველ თბილისის ქუჩის მიდამოებში დღევანდელი რუსთაველის ქუჩა.
გორის სამხრეთით ცნობილია, რომ სამი წყარო ყოფილა, რომელსაც მოსახლეობა მოეხმარდა. მოგვიანებით ამ წყაროების გარშემო დასახლება შეიქმნა და მას გოროლებმა წყაროსუბანი დაარქვეს. გორს ორი გარეუბანიც ჰქონია. ესენია გარეთუბანი და ღამბარეული. გარეთუბანი მდინარე ფშანის მარცხენა სანაპიროზე ყოფილა განლაგებული. ეს სახელი ამ უბანს დღემდე შემორჩა. ღამბარეული ქალაქის სამხრეთით მდებარეობდა. სახელწოდება მისი მფლობელის, ღამბაროვის ვალის მიხედვით დაერქვა. ეს ადგილი განთქმული ყოფილა თავის შესანიშნავი ბაღებითა და ვენახებით. აქვე მდებარეობდა გორის მაზრის ერთადერთი აბანო, სადაც გოროლები და განსაკუთრებით ქალები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ. აბანო სავარაუდოდ 1803 წლებში აშენდა. ღამბარეული სასმელი წყლსაც გამოირჩეოდა. აქ ამოსული წყაროს წყალი მაცოცხლებელი სითხეს სინონიმად ითვლებოდა. შეძლებული გოროლები ზაფხულობით ღამბარეულში დადიოდნენ საკეიფოდ და გასართობად. მოგვიანებით ღამბარეული წყაროსუბანს შეუერთდა. ეს ადგილი დღესაც წყაროსუბნის სახელითაა ცნობილი. ხოლო ღამბარეულის ცნობილი აბანო, რომელსაც მოსახლეობა ერეკლეს აბანოდ მოიხსენიებს, დღესაც დგას რუსთაველის ქუჩაზე. გორში, როგორც საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, ქუჩები ყოფილა, მაგრამ ყველა მათგანის სახელწოდება არ ვიცით. შემორჩენილი წყაროების მიხედვით არსებობდა შემდეგი ქუჩები: ფრანგის, ჰოსპიტლის, ოქონის, სობორნაიას, ქუდების რიგის, რუსურნისის, ჭედლების რიგის, სამეფო სათავადაზნაურ და სემინარიის ქუჩა. ფრანგის ქუჩას მოგვიანებით თბილისის ქუჩა დაარქვეს და დღევანდელი რუსთაველის ქუჩის ერთ ნაწილს ემთხვევა. ოქონის ქუჩა ალბათ იქ იყო, სადაც ოქონის ეკლესია იდგა. ამჟამინდელი წერეთლის ქუჩის დასაწყისში რომ სკვერია. სობორნაიას ანუ სობოროს ქუჩა ემთხვეოდა ამჟამინდელ წერეთლის ქუჩას. მას სახელი 1915 წელს შეუწყვეტეს და აკაკის სახელის უკთავსაყოფად წერეთლის ქუჩა დაარქვეს. სათავადაზნაურო ერქვა ამჟამინდელი რობაქეთის საბჭოთა პერიოდის კიროვის ქუჩას. სამეფო ქუჩას რამოდენიმეჯერ შეეცვალა სახელი. მას მეფის ქუჩა ეწოდა 1871 წელს, იმპერატორ ალექსანდრეს გორში სტუმრობის დროს. შემდეგ ერთობის ქუჩა დაარქვეს. საბჭოთა პერიოდში ლენინის ქუჩა. ამჟამად ისევ ერთობის სახელს ატარებს. სემინარიის ქუჩა მოიცავდა ამჟამინდელი სტალინის ქუჩის ერთ მონაკვეთს, ნინოშვილის ქუჩიდან სასტუმრო ინტურისტამდე. სახელწოდება მიიღო ამ ქუჩაზე არსებული სამასწავლებლო სემინარიისაგან. გორში მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის შემდეგი მოედნები იყო: არტილერიის, მდებარეობდა ამჟამინდელ დიდების მუზეუმთან, სასწავლო, ამჟამინდელ ეკლესიასთან, სათოფურების, სადაც ახლა ლომკათის ქანდაკება დგას, მტკვრის, ერთობის ქუჩასა და ძველ ხიდს შორის, ხოლო ნახშირის მოედანი, რომელზეც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, ეკლესიის ახლოს რომ სკვერია, იქ მდებარეობდა. ნახშირის მოედანზე ყოველდღიურად ბაზრობა იმართებოდა მანამ, სანამ 1939 წელს ლიახვისა და მეჯუდის შესართავთან ახალი ბაზარი არ გაიხსნა. გორში მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის 1200-ზე მეტი შენობა უნდა ყოფილიყო. დუქნები შენობის პირველ სართულზე იყო მოთავსებული. საცხოვრებელი სახლები ძირითადად ერთსართულიანი იყო. მოდით ნაწილს ბანიანი სახურავი ჰქონდა. სახურავს სახვეგანიერს აკეთებდნენ, რათა მის წინ დარჩენილ ადგილში გალერეა მოეთავსებინათ. შეძლებულ მოქალაქეებს თავიანთი ბინები მეტნაკლებად ევროპულ ყაიდაზე ჰქონდათ მოწყობილი. საშუალო შეძლების ჩვეულებრივ სახლებში წინა გადახურვიდან მოხვდებოდით ნახევრადბნელ ოთახში, რომელიც ერთდროულად სასადილო, სამუშაო და სასტუმრო ოთახების ფუნქციასაც ასრულებდა. აქვე მუხლის პირას იდგა ხალიჩებითა და ბალიშებით გაწყობილი ტახტი, რომელსაც მრავალი დანიშნულება ჰქონდა. ოჯახის წევრები მასზე კიდეც მუშაობდნენ, სადილობდნენ, მეგობრებთან ბააზობდნენ და კიდეც ისვენებდნენ ხოლმე. სახლებში სისუფ თავისუფლობდა, მაგრამ მოწყობილობა უბრალო და ღარიბული იყო. გორში მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ყველაზე კეთილმოწყობილი ამილახვრ სასახლე ყოფილა, თავისით შესანიშნავი ბაღითა და ელექტროგანათებით. მისი ულამაზესი კნეინა ანა იმპერატორ ალექსანდრ მესამის მეუღლის სეფექალი იყო. მისი უზარმაზარი პორტრეტი სასახლის შესასვლელში ეკიდა და ნახვაზე მომაჯადავებელ შთაბეჭდილებას ახდენდა. ხდებაში მნიშვნელოვანი ადგილი რეალურ დღესასწაულებს ეკავათ. ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე მათგანზე შევჩერდებით. აღდგომის წინაშაბათს გორის მცხოვრებლები, ძირითადად მოზარდები შეეკრიბებოდნენ, ჯგუფებად დადიოდნენ და ამ დღესათქმულში წყვილს სიმღერებს მსხეროდნენ. ალათისა ბალათისა ჩამოკიდებ კალათასა და ერთი კვარცხლბილმა ღმერთი მაგსანს ბარაქასა. როგორც მიხვდით, ეს ჩვენ სტორმდე შემონახულის დღესასწაული ჭონა გახლავთ.
ჭონაზე მოსიარულე ყველა ოჯახისაგან იღებდნენ საჩუქრებს, ფულის, კვერცხის ან სხვა რამ სახით. ლაზარობა. ზაფხულობით ძლიერი გალის დროს გორელები შეიკრიბებოდნენ. ჩვეულებრივი თიხისაგან აკეთებდნენ წმინდა ლაზაროს კერპს, დასდებდნენ ხონჩას და კარდაკარ დაატარებდნენ. სახლებიდან გამოსული ადამიანები კერპს ასვერებდნენ. სულობაში მონაწილეები ამბობდნენ: ახლა ლაზარე, სასხლობელი აშოვე ჩვენ დაგიყვათ ციკანსა შენ მოგვყან წვიმასაო. ამით ძლებდნენ გამოეჭიათ დახმარება ლაზარესაგან, რომელიც გვარისა და მოსავლის დაღუპვის გადამჩენად ითვლებოდა. ასევე ხანგრძლივი წვიმების დროს ხალხი ისევ ლაზარეს შესთხოვდა დახმარებას. აღარ გვინდა ტალახი, ახლა ამოგვა გორახი ამგვარებდნენ. გორიჩრობას გორელები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ, რომელიც წმინდა გიორგი კაბადოკიელის სახელთანაა დაკავშირებული. იგი 6 მაისსა და 23-ების ახალი სტილით აღინიშნება. საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის 373 ტაძარი იყო. ლეგენდის მიხედვით თითოეულ მათგანში დაკრძალული იყო წმინდა გიორგის ცხოველის ნაწილი. იგივე ლეგენდა იმასაც გვამცნობს, რომ გორჯოში დასაფლავებული ყოფილა წმინდა გიორგის თავი, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ ძალას ანიჭებდა. ასევე გორჯვართან დაკავშირებულია მრავალი წეს-ჩვეულება. მაგალითად, მრავალი მლოცველი ეკლესიის შემოახვევდა ძაბს და ცდილობდა ძაფი არ გაწყობილიყო, რაც მისი წარმატების ნიშანი იქნებოდა. ასევე დამახასიათებელი იყო 5-იანი ჯაჭვის კისრით ტარება, რასაც უმთავრესად გოგონები ასრულებდნენ. ამ რიტუალის შემსრულებელი გოგონა აუცილებლად გათხოვდებოდა, ხოლო უშვილო-ქალს შვილი ეყოლებოდა. გორჯვის ჯაჭვი, რომელიც ციკლით 3.15 მეტრი გახლავთ, რასაც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. გორჯრობა მთელ საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულად ითვლებოდა. ამიტომ წმინდა გიორგის სახელობის ყველა ტაძარი და განსაკუთრებით გორჯარი 1000 წელს იზრდავს. გორის ისტორიის შესწავლისას ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი მაშინდელმა გართობა სანახაობამ გამოიწვია. თუ რატომ ამას ახლავე შევიტყვეთ? როგორც ჩანს, ძველად მოსახლეობა შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობდა გამოენახა გასართობის საშუალებები, რომლებიც მათ გახალისებასა და ურთიერთობების გაადვილებაში დაეხმარებოდნენ. ასეთი იყო ლოტო, ლატარია, ბიტკი, ფინჯაობა. ლოტოსა და ლატარიას ორივე სქესის წარმომადგენლები თამაშობდნენ. ფინჯაობას მხოლოდ ქალები, ხოლო ბიტკს მხოლოდ ღვაწლ-კაცები. მასში ძირითადად დაბალი ფენის ახალგაზრდობა მონაწილეობდა, რომელიმე დიასახლისი ორიოდე გოგობიჭის დახმარებით აიღებდა ინიციატივას და ახალგაზრდებს აუწყებდა ლატარიის ჩატარების ამბავს. ათამაშებდნენ მცირეფასიან ოქროს ბეჭედს, რომლის ღირებულების მიხედვით ანგარიშობდნენ მონაწილეთაგან გამოსაღებ თანხას. თამაშის დაწყების წინ იმართებოდა ცეკვები, რომლებშიც გამარჯვებულებს ასაჩუქრებდნენ. ლატარიას ძირითადად ციხის უბანში მართავდნენ. ეს დროიდან არსებობდა და მოსახლეობის დიდი სიყვარულით სარგებლობდა სხვადასხვა სანახაობები. ესენია სირბილი, ჭიდაობა, კრივი და ჯოხებით ბრძოლა, აგრეთვე ყეენობა და ბერიკაობა. განსაკუთრებით საინტერესო სანახაობას წარმოადგენდა კრივი. იგი სობოროს ქუჩაზე სისტემატურად იმართებოდა ხოლმე. არსებობდა კრივის ორი სახეობა: მუშტი კრივი და ქვის კრივი. სანახაობას მუშტი კრივის სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ. ერთმანეთს უბნების მიხედვით ეჯიბრებოდნენ და რა თქმა უნდა, ყველა თავისი უბნის მოკრივის წარმატებით იყო დაინტერესებული. ამიტომ შეძლებული მოქალაქეები თავიანთ მოკრივეებს ღვინოს ასმევდნენ, რათა ამ უკანასკნელად უფრო თავგანწირვით ებრძოლათ. კრივში მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრული არ იყო. შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის მოკრივეთა გამოყვანა. აი რას წერს 1891 წლის დროება გორელი მოკრივეების შესახებ. კარგად რომ დაზარხოშდებოდნენ ხოლმე ხალხი, შეიყრებოდნენ ზემო და ქვემოთ უბნელები საჯირითო მოედანზე და პატარა ომები ჰქონდათ. ამ კრივების მოწყობით ბევრი კარგი ბიჭი ჩაწვა უბნში, ადგომა ღმერთმა იცის. კრივის დროს მოთამაშეთა გარდა მაყურებლად დიდძალი მოსახლეობა იკრიბებოდა ხოლმე. მთელი ქუჩა, ბანები, სახლების ფანჯრები ხალხით იყო სავსე. გაზეთი ივერია გორში გამართული ერთი კრივის შესახებ წერდა, რომ ზემოუბნელებმა გამართეს დაფაზურნა. დაელოდნენ როგორმე ჩამოეტყუებინათ ქვემოუბნელები, რომლებმაც ფეხი არ მოიცვალეს ბაზრიდან. ბოლოს ზემოუბნელები თვითონ მიუყვნენ თავიანთი დაფაზურნით ქვემოუბნელებს და 10 წამის განმავლობაში გაიმართა საშინელი გაცხარებული მუშტი კრივი. და როდესაც ქვემოუბნელებმა გაირეკეს ზემოუბნელები, ამ დროს მაყურებელი ხალხის სიმძიმისაგან შუა ბაზარში უცებ დაეშვა ჩარდახი და ყირამალა პანტაპუნტით წამოვიდა ზევიდან ხალხი. ამათში იყო რამდენიმე მანდილოსანის და დაეცნენ მოკრივე ჯგუფხალს. ჩამოცენილი რომ დაბლა მდგომ ხალხს არ დასცემოდნენ, ალბათ ერთიც ვერ გადარჩებოდა. მოკრივე ხალხზე არაფერი მოქმედა ამ ამბავმა. მაინც გაცხარებულნი სცემდნენ ერთმანეთს და ჩამოცენილ ხალხს ფეხს არ არიდებდნენ. მალე ორი კაცი გამოიყვანეს ცოცხალმკვდარი. ერთი სრულად გონება მიხვდილი იყო, მეორე კი საშინელად გულსაკლავად კნესოდა. საეჭვო იყო მათი გადარჩენა.
ბოლოს გაიმართა ქვისკრივი. მაყურებელი სრულიად გაიფანტა და ისეთი ამბავი მოხდა, თითქოს სეტყვა მოვიდაო. ფანჯრები ისე დალეწეს, რომ აღარაფერი აღარ გაუშვეს. სახლის პატრონები ეშურებოდნენ კარებების დაკეტვას და ფანჯრის ასაფარებლების მოგულას, რომ თვითონ მაინც გადარჩენილიყვნენ. პოლიციამ ვერა გააწყორა და ბოლოს სალდათები მოითხოვა, მაგრამ უკვე ვიანღა იყო. სიბნელისაგან ხალხი თვითონვე დაიშალა. როგორც ჩანს, კრივი და განსაკუთრებით მისი მეორე სახეობა, ქვის კრივი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ მის მონაწილეებს, არამედ მოქალაქეებსაც. იგი უმსხვერპლოდ არასდროს ჩაივლიდა. მოკრივეთა დასაშოშმინებლად ერთხელ სარეზოლო პოლკიდან ნახევარი როტის მოქმობაც კი დასჭირდათ. გორში კრივი იმდენად საინტერესოდ ტარდებოდა, რომ მის სანახავად თბილისიდანაც კი ჩამოდიოდნენ ხოლმე. 1895 წელს გორში კრივის სანახავად ივერიის მთელ რედაქციასთან ერთად ჩამოსულა ილია ჭავჭავაძეც. თუმცა ჩვენთვის უცნობია რა შთაბეჭდილებებით გაბრუნდა იგი უკან. 1895 წლიდან გორში მუშტი კრივი აიკრძალა. დღევანდელ გადაცემაში დროის სიმცირის გამო ვერ შევძელით გორის ისტორიის ყველა საინტერესო დეტალზე საუბარი. არაფერი გითქვამს მაშინდელ მოსახლეობასა და მმართველობის შესახებ. თურმე არასამთავრობო ორგანიზაციები მაშინაც ყოფილა. არ გვიხსენებია ისეთი კოლორიტული ფიგურა, როგორიც იყო კინტო. ხოლო გეორგიევის თავის სახელობის თეატრის ისტორიას ვფიქრობ, ერთი გადაცემა მთლიანად დავუთმოთ. მას ასე უყურეთ ჩვენს გადაცემებს. ყველაფერი ამას და კიდევ უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ. გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე. ჩვენს პირველ გადაცემას უყურა, ემახსოვრება, რომ ჩვენი სტუდია ატენის ხეობასა და მისი ისტორიული ძეგლების ნახვას აპირებდა. დღეს ასოციაცია ტონტიოს დახმარებით საშუალება გვაძლოა დავათვალიეროთ და თქვენს გაჩვენოთ ეს ულამაზესი ხეობა. მაშასე წავედით. ატენის ან ტანას ხეობა გორის რაიონში მდებარეობს და მისგან 3 კილომეტრითაა დაშორებული. აქ თავდება შიდა ქართლის ვაკე და იწყება მისი ზეგანი, კლდოვანი მწვერვალებითა და ალპური პროცებით. ხეობაში მოედინება მდინარე ტანა, რომელიც სათავეს ჯამჯამასა და საცხენისის ქედზე იღებს. ხეობის სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია. იგი მჭიდროდაა დასახლებული ხიდისთავიდან სოფელ ლევიდანამდე. ტანას ხეობიდან გზები გადის მანგლის თრიალეთისაკენ, მესხეთ-ჯავახეთში. ხოლო ძველად გზა გადიოდა ბიზანტიის პროვინციებში, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ატენის ხეობის მშვენიერი ბუნება შეზავებულია მაღალი მთისხევით. ხეობა მდიდარია ტყითა და საძოვრებით. მისი მაღალი მთები დაფარულია ფიჭვისა და ნაძვის ტყით, კალთები ბაღვენახებით. აქაური ღვინო ატენური კი მთელ საქართველოშია განთქმული. ატენის ხეობა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით დიდ როლს ასრულებდა მოსაწვრე სახელმწიფოებთან პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 522 წელს სპარსელებმა გააუქმეს იბერიის სამეფო და ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მცხეთიდან უფლისციხეში გადმოინაცვლა. ატენის ხეობაზე გადიოდა უმოკლესი გზა ბიზანტიისაკენ. ამასთანავე იგი თავისი ვიწრო და კლდოვანი აგებულებით ბუნებრივ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. ამ დროიდან ჩნდება ატენის ხეობაში მჭიდრო დასახლება, რასაც ატენის დიდი სიონიც მოწმობს, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება და რომლის ფართო სივრცე მაშინდელი მლოცველების მრავალრიცხოვანებაზე მიუდიდა. ხეობაში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, ციხე-კოშკები. ამას მალე საკუთარი თვალით ვნახავთ. შემორჩენილია 50-მდე ძველი ეკლესია, რომელთა უმრავლესობა 1920 წლის გორის მიწისძვრის დროს მაგრამ კედლები ჯერ კიდევ მაგრად დგას. ატენის ხეობას მტერი განუწყვეტლივ ეტანებოდა, ამიტომ იგი ციხეებით ყოფილა გამაგრებული. განსაკუთრებით საყურადღებოა ატენის ვერისა და წედისის ციხეები. ამ ციხეების მდებარეობისა და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ჩვენ მალე ვისაუბრებთ.
ატენი დანასხაობის ყველაზე დიდი სოფელია. მისი მოსახლეობა 800 კომუნიტი აღწევს. წინათ ატენის ხეობის მარჯვენა მხარე მებატონე ერთას ეკუთვნოდა, მარცხენა კი ორბელიანს, რომლისგანაც მამურის ნაწილი წარმოება ზეზემან შეუსყიდია. ზეზემანის წყალობით დაუძეგრად ნადგურდებოდა ატენის ლამბად და დრიფასი ტყე. იგი გზაზე 118 წლამდე მუშაობდა. შემდეგ კი წყალდიდობამ გააფუჭა და გამოუსადეგარი გახადა. ატენი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, თითქმის ყოველ მათგანს უკავშირდება ლეგენდა, რომლებსაც აქაურების შთამომავლებს გადაცემენ. ატენის ზემო გორაკზე არის ხუნგალოს წმინდა გიორგის ძველი სამლოცველო. მის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს. ერთ-ერთ მას მშობლები პატარაობიდანვე დაეხოცათ. ცალ-ცალკე გაზრდილან, ერთმანეთი არ ცნობებიათ, შემდეგ ერთმანეთს შეხვედრიან და შეჰყარებიათ. ვარს გოგო ცოლად უთხოვიათ, ჯარი ხუნგალოს ეკლესიაში დაუწერიათ. ამ საქციელის გამო წმინდა გიორგი განრისხებულა და ეკლესია დანგრეულა. ხალხური გადმოცემებით ამ ნანგრევებში ნეფე პატარძალი და მათი მაყარია ჩამარხული. ატენში შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ატენის ძველი ციხე, რომელიც მაღალ და კლდოვან გორაკზეა აგებული. მას ორივე მხრიდან ხევი ჩამოუდის, ერთს აბანოს ხევი ეწოდება, მეორეს კი საცივის ხევი. ატენის ციხე კლდის ქვითაა ნაგები. მას მომრგვალებული ფორმა აქვს, შესასვლელი კარი ჩრდილოეთიდან ყოფილა. ციხეზე ვიწრო ბილიკი ადის, იგი ძალზე დაქანებულია და ასასვლელად საშიში. ციხე 1920 წლამდე კარგად ყოფილა შენახული. ატენის სიონი გარდა იმისა, რომ ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია, ქრისტიანობის უძველეს კერასაც წარმოადგენს. იგი მე-7 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. დასავლეთის აფსიდის ბარელიეფზე დაცული წარწერის მიხედვით, იგი აშენებული უნდა იყოს ერისმთავარ სტეფანოზის დროს, 629-663 წლებში. ატენის სიონი მაღალხარისხიანი ფრესკული მხატვრობითაა შემკული. იგი 3 პერიოდით თარიღდება. მე-7 საუკუნის 80-იანი წლების ადრეული ანტიკური მხატვრობის ფრაგმენტებით, მე-9 საუკუნის ფრაგმენტული მხატვრობა და მე-3 პერიოდი, მე-11 საუკუნის 90-იანი წლებით. ეკლესია ატარებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელს და მხატვრობაც მის სახელზეა შესრულებული. ესე იგი, ყველაზე მაღლა ატენის სიონში ღვთისმშობლის აპოკრიფი დგას. მრავლადაა სიუჟეტები ძველი და ახალი აღთქმიდან. ეკლესიის დასავლეთის აფსიდის ჩრდილოეთ კალთაზე გამოსახულია საერო პირების პორტრეტები, ანუ ქტიტორები. საქართველოს გამაერთიანებლები ბაგრატ მეოთხე და დავით აღმაშენებელი. ეკლესიაში მრავლადაა ძველი წარწერებიც. გვხვდება ძველი ქართული ანბანის 3-ვე პერიოდი, ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. არის მრავალენოვანი წარწერები, ძველი ბერძნული, სირიული, არაბული, სპარსული, ებრაული და სლავური ტექსტები. ატენის სიონი, როგორც ვარაუდობენ, 4 მხატვრის მიერ არის მოხატული. მათ უდაოდ ნიჭიერი ფერმწერი უნდა ყოლოდათ განძვანელად, რადგან თავიანთი მიზანი ზედმიწევნით შეუსრულებიათ. ახალი მხატვრობა შედარებით ძველ ხუროთმოძღვრებასთან ჰარმონიულად არის შეხამებული. ფრესკების კონტურის ხაზი ძალზე მოქნილია და ნათლად გამოხატავს ფიგურებს. სახეები გასხივოსნებული ნაკვთებით გამოირჩევა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ანგელოზის ფიგურა. ძლიერი, მაგრამ მოქნილი მოძრაობა მას განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს. ტაძრის შიგნით დასავლეთის კედელზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბუღას მიერ თბილისის აღებას და ამირას სახაკის მოკლას. ეს წარწერა საკმაოდ ცნობილი წარწერაა საქართველოს ისტორიაში და 853 წლით თარიღდება. ატენში გარდა ამისა რამდენიმე ისტორიული ძეგლია დაცული. მათ შორისაა ღვთისმშობლის მცირე ეკლესია, რომელიც ერისთავი ან სასახლის ეზოშია მოქცეული. მას ჯვრის ფორმა აქვს და ქვითკირითაა ნაშენი. ატენის ეს მცირე გუმბათოვანი ეკლესია წარმოადგენს ატენის სიონის მინიატურულ სახეს. ეს პატარა საყდარი ვერ იტევდა მლოცველებს და მისთვის დარბაზის მიუშენებიათ. წეროსხევი ატენს ეკუთვნის, რამისგან 5-6 კილომეტრი არის დაშორებული. აქ-ადრე წეროაშვილებს უცხოვრებდნენ, რომლებიც ეკეთებდნენ ხიდის თავში გადასახლებებს.
ტანას ხეობაშია გაშენებული და იყოფა ორ ნაწილად, ზემო და ქვემო ბუბნელად. აქ შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია იოანე ოქროპირის ეკლესია, რომელიც სოფლის თავზე, ტანას მარცხენა ნაპირზეა აშენებული. მთის კალთებზე დაცულია ფრესკული მხატვრობა, რომელსაც აქვს ორი წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებიათ და მოუხატავთ 1693 წელს, იმ დროს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, დიდმოურავიანის ავტორ იოსებ თბილელს. აქვეა შემორჩენილი მისი პორტრეტული მხატვრობაც. იოსებ თბილელი გიორგი სააკაძის ბიძა იყო. ბობნევი კი სააკაძეების სამკვიდრო ყოფილა. ამის გამო გასაგებია იოსებ თბილელის მზრუნველობა ბობნევის ეკლესიაზე. აქ მთავრდება ჩვენი ცხოვრება ატენის ხეობაში. დროის სიმცირის გამო ვერ ვნახეთ აქ შემორჩენილი ყველა ისტორიული ძეგლი. თუმცა მისი ძირითადი ნაწილის მონახულება, ვფიქრობ, მაინც შევძელით. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე. ატენის სიონის მინიატურული სახის. ეს განაგებულებით ბუნებრივი სასიმაგრეს წარმოადგენდა. მას განსაკუთრებულ სილამაზე სანიჭებ. არა მას ყელი მას ატენის სიონი როგორც ვარაუდობენ 4 მხატვრის მიერ არის ჩაწერილი